გამოძიება როგორც იყო ჩატარებული, სრული აბსურდი არის, არ ექვემდებარება იმ ნაწილს, რაცაც ედავებიან და მთლიანად, არ ვიცი, მთელი აბსოლუტურად საგამომძიებლო სტრუქტურა იყო ჩართული გიორგი ოქმალაშვილის მიმართ, თუ რაიმე კონკრეტული დანაშაული რო ეპოვნათ, ალბათ, რა ვიცი, ზედმეტ ეძებდნენ რამეს, ან კონკრეტულად კიდევ რომ დაეძაბათ, კიდევ უფრო რომ გაერთულებინათ ეს სიტუაცია. მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ვერ იპოვნეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მართალი, იცავს თავის ქვეყანას და უნდა რომ ევროკავშირში შევიდეს ჩვენი ქვეყანა და არა რუსეთის გუბერნიაში იყოს და დარჩეს როგორც დღესდღეობით არის. 11 აპრილს არის ჩანიშნული პირველი სასამართლოს ხდომა. ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად შეცვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით რომ შიდა საკანონმდებლო მექანიზმები უნდა იქნეს სრულად ამოწურული იმისათვის რომ ჩვენ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ რომ დაწუხარე აქეთკენ მიდის და იგეგმება რომ დასაბუთებული საჩივარი იქნეს წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. წინა პირობები ამის არის ის, რომ გარკვეული პროცედურული საკითხები უნდა გავიაროთ შიდა საკანონმდებლო სივრცეში. მათ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ საქართველოს ზონაის სასამართლოში. მათ შორის ჩვენ სარგებლობთ სახალხო დამცველის მექანიზმით.